გასკდება თუ არა უძრავი ქონების ბაბლი და გვექნება თუ არა ქვეში. მეგობრებო, ამ ვიდეოში ვისაუბრებ უძრავ ქონებაზე. მგონია რომ უძრავ ქონების ბაზარი ხელოვნურად იზრდება და იზრდება. ამას გამოიწვევს რა თქმა უნდა რამოდენიმე ფაქტორები, სხვადასხვა ფაქტორები, რომლებზეც ვისაუბრებ ამ ვიდეოში. ვისაუბრებ იმ ყველა პატარა ზოგისთვის უმნიშვნელო, ზოგისთვის ძალიან მნიშვნელოვან ფაქტებზე და ფაქტორებზე, რომლებსაც ერთად აქვთ ძალიან დიდი გავლენა უძრავ ქონებაზე და რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ძალიან დიდი ქვეში და კრიზისი საქართველოში. ასე მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი, რასაც ამ ვიდეოში ვისაუბრებ, იქნება რა თქმა უნდა ჩემი სუბიექტური აზრი. ეს სუბიექტური აზრი რა თქმა უნდა ჰაერიდან არ არის მოტანილი და არის დაფუძნებული არგუმენტებზე, რა თქმა უნდა მოგიყვანთ ყველანაირ არგუმენტებს. ასევე მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ რასაც მე ვლაპარაკობ, ეგ ანიშნავს იმას, რომ ხვალდაზე მოხდება. იმიტომ რომ როცა საქმე ეხება კრიზისს, როცა საქმე ეხება რაღაცის უკუცვლას ეკონომიკაში და ასე შემდეგ, მთავრობები, ბანკები ყოველთვის ცდილობენ, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად გაიწეროს. ავიღოთ მაგალითად ამერიკა. ჩვენ გვეგონა, რომ კორონა შემდეგ რახან დიდი ინფლაცია იყო და ბევრი დოლარები დაბეჭდეს და ამ შემდეგ ამერიკა ერთ-ორ დღეში ამოყირავდებოდა, მაგრამ ესე არ ხდება. ყველამ ვიცით, რომ ეკონომიკურად ძალიან ცუდად მიდის, მას აქვთ ძალიან დიდი საგარეო ვალი, თავიანთი შიდა პროდუქცია 120%-ით მეტი, რაც არის საშინელება. მაგრამ ისინი ცდილობენ, რომ ეს პროცედურა რაც შეიძლება მაქსიმალურად გაწელონ, სადამდეც შეიძლება. ამიტომ თუ საქართველოს მოხდა ის, რასაც მე ვარაუდობ, ან ხდება კიდევაც, ისინი რა თქმა უნდა შეცდებიან, რომ ეს პროცედურა მაქსიმალურად გაწელონ და მერე იქნებ რამე მოხდეს, რამე კარგი, რამე სასწაულიან. მაგ დროს იქნებ ამერიკა წავიდეს კრიზისში და ამერიკას გადაუბრალოთ ყველაფერი, რაც ხშირად ხდება ხოლმე, ან მიგრაციას გადაუბრალოთ, ან მასწავლებლებს გადაუბრალოთ, ან სხვა ვიღაცებს გადაუბრალოთ. ან ეგეთი რაღაცები ხშირად ხდება ხოლმე, მაგრამ უნდა ვიცოდეთ ის, რომ სახელმწიფოები და ბანკები ყოველთვის ცდილობენ, რომ გარკვეული პროცედურები რაც შეიძლება მაქსიმალურად გაწელონ და манипуляციები მოახდინონ, რასაც ახლა მაგალითად ვხედავთ საქართველოში, რომ სტატისტიკებს რო აქვეყნებენ, ყველაფრის ხელოვნურად შესწორება ხდება, ან მაგალითად ამობენ, რომ აი შიდა პროდუქტი გაიზარდა, ეკონომიკა წავიდა წინ, მაგრამ არ ამობენ სრულყოფილად იმას თუ რის ხარჯი და ვის ხარჯი წავიდა, ხო წავიდა მაგალითად ომის ხარჯზე, უკრაინა-რუსეთის ომის ხარჯზე და მაგალითად მანქნები, ესე ვთქვათ, საქართველოს გახდა გადამზიდი, ესე ვთქვათ, ანუ მანქნებს აგზავნიან საქართველოში, საქართველოსდან გადააქვთ მაგალითად სხვადასხვა ქვეყნებში და ანუ ეს ჩვენ რო ვართ გამტარები, ანუ ამაშიც ვიღებთ ფულს და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ზრუნავს იმაზე, რომ ჩვენ ესე ვთქვათ, უფრო მეტ ფულს ვაკეთებთ, ვიდრე აქამდე, ხო, იმიტომ რომ ჩვენ გავხდით აუცილებელი ჯაჭვი ამ პროცედურაში, ამ სუპლიჩანში და ასე შემდეგ. ანუ ესეთი ფაქტები არის ძალიან ბევრი, მაგრამ ესეთი ბენეფიტები მხოლოდ რამოდენიმე რაღაც ძალიან პატარა ჯგუფს აძლევს ბენეფიტებს და არამთლიან ეკონომიკას და არამთლიან საქართველოს. ანუ ესეთი რამე ხდება ბევრი და ანუ ეს მოგიყვანთ მაგალითად, რომ უბრალოდ წარმოდგენა გქონდეს თუ რანაირი манипуляციები ხდება. სანამ გადავიდეთ მეგობრებო ვიდეოს და ამ ყველაფერს განვიხილავდეთ საფუძვლიანად და სიღრმისეულად, შევეცდები რომ ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვე, იმიტომ რომ როცა ვსაუბრობ ხოლმე გარკვეულ თემაზე და იმ თემაზე არის რაღაცა, რაც მინდა ვთქვა, ხანდახან უხევ ხოლმე თემას, მაგრამ შევეცდები რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად წავიდე თანმიმდევრობით. სანამ გადავალთ ამ ყველაფერზე მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ უძრავი ქონება არის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ინვესტიცია ჩემთვის, ჩემი აზრით. რატო ვამბობ ამას და რატო ვიწყებ ამით? იმიტომ რომ ბევრი, ანუ მე ვარ ინვესტორი, ვაკეთებ კრიპტოში ინვესტიციას, ვაკეთებ აქციებში ინვესტიციას, ვაკეთებ ოქროველში ინვესტიციას და ამავდროულად, ხო? მაგრამ რაც უფრო და უფრო იზრდება შენი კაპიტალი, უყურებს სხვადასხვა ინვესტიციებსაც, ხო? შეიძლება მე private equity-ში შეხვიდე, შეიძლება მე სტარტაპებში გააკეთო ინვესტიცია, უძრავ ქონებაში გააკეთო ინვესტიცია და ასე შემდეგ. შეიძლება იმდენი ფული ქონდეს, რომ მე ვისკშიც გააკეთო ინვესტიცია, პოკემონ კარტებში და ასე შემდეგ. ხო, ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება შეგიძლია. უბრალოდ იმაზე უნდა ვიფიქროთ, თუ რამხელა თანხა გვაქვს, ხო? როცა შენ გაქვს 5,000, 10,000, 15,000, 20,000 დოლარი, რა თქმა უნდა, უძრავ ქონებაზე არ ვფიქრობ და ვფიქრობ, ინვესტიცია გააკეთო ისეთ რაღაცებში, ან დაეწყო ბიზნესი, რომ გქონდეს cash flow, ან გააკეთო ინვესტიცია ისეთ რაღაცებში, რაც იზრუნებს იმაზე, რომ შენი ინვესტიცია გაიზარდოს და შემდეგ
ესე ვთქვათ, სხვა რაღაცეებშიც გააკეთო ინვესტიცია ამ მოგებით. მე ვარ პირადად მომხრე, რაც შეიძლება მაქსიმალურად დივერსიფიცირებული საფულის და ამ საფულისში, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა იყოს უძრავი ქონებაც, მაგრამ რა თქმა უნდა, როგორც აღნიშნე, ყველა ვერ იწყებს მილიონობით, ყველა იწყებს რაღაცა გარკვეული თანხით და ესე ვთქვათ, ნენელა მიდის რა თქმა უნდა წინ. მაგრამ რატომ მგონია უძრავი ქონება ერთ-ერთი ყველა საუკეთესო ინვესტიცია? ბევრი ძალიან ფილოსოფოსი და ჭკვიანი ადამიანისგან მესმის ხოლმე რომ ბიტკოინი არის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო რას იძახიან საუკეთესო performed ასეტი, რომელიც შეიძლება გქონოდა, მაგრამ ანუ უდიდესი სისულელი. 1000 ჯერ მიჩვენია და 10000 ჯერ და მილიონჯერ მიჩვენია უძრავი ქონება ბიტკოინს, მაგრამ როგორც აღნიშნე მეგობრებო, მე ვარ მაქსიმალურად დივერსიფიცირებული საფულის მომხრე, დივერსიფიცირებული პორტფოლიოს მომხრე, სადაც ბიტკოინს უნდა იყოს, უძრავი ქონებაც უნდა იყოს, ვერცხლიც უნდა იყოს, თუ ძალიან ბევრი ფული გაქვს, ოქროც უნდა იყოს, ყველაფერი უნდა იყოს, რაც კი შეიძლება, საიდანაც კი შეიძლება გააკეთო ფული, მაგრამ რა თქმა უნდა იცოდე, რამდენი ფული გაქვს და ამ ყველაფრის მენეჯმენტი უნდა მოახდინო. მაგრამ რა ხდება უძრავი ქონების შემთხვევაში, მეგობრებო, უძრავი ქონების შემთხვევაში შენ თამაშობ იმ თამაშს, რასაც დიდი ბიჭები თამაშობენ, როგორც არის მაგალითად ამერიკა. რატომ უნდა ახლა მაგალითად ამერიკას საპროცენტო განაკვეთის დაწევა? იმიტომ რომ ის სესხი რაც მათ აქვთ, გაუფასურდეს ინფლაციას რო განიცდის ეკონომიკას, თქვა დოლარი ინფლაციას რო განიცდის, მათ თუ აქვთ ტრილიონობით თვალი, ის ტრილიონობით თვალი 2-3% უფასურდება, ხო, ყოველწლიურად. ასევე დოლარი რო უფასურდება, გაცრავად, საპროცენტო განაკვეთი რო ვარდება, სესხი უფრო იაფი ხდება და იმ იაფის სესხით იხდი იმ ვალს, ხომ? ანუ შენ თამაშობ ამ თამაშს უძრავი ქონების შემთხვევაში და აგიხსნით ამ ყველაფერს თუ უძრავ ქონების ხიბლი რა არის? ანუ უძრავ ქონება შეიძლება შენ რა თქმა უნდა იყიდო იმისთვის რომ გინდა იცხოვრო, ეს სხვა რამე არის, როცა შენ საცხოვრებლად ყიდულობ უძრავ ქონებას, არ უყურებ რამდენად გააქირავებ, სად გააქირავებ, რაც შეიძლება ცოტა ინვესტიცია გააკეთო, რაც შეიძლება მეტი ისესხო, რაც შეიძლება მაქსიმალურად გააქირავო და ესეთ რაღაც. ანუ ამ ასპექტებს არ უყურებ, უფრო კომფორტზე ფიქრობ, ხო? და მზად ხარ რომ გადაიხადო 5-10,000-ით უფრო მეტი. ან თუ გინდათ პროცენტებზე ვილაპარაკავთ 2-3, 5% უფრო მეტი მზად ხარ რომ გადაიხადო იმისთვის რომ კომფორტი გქონდეს, იმიტომ რომ მანდ უნდა იცხოვრო, ხო? მაგრამ როცა ვილაპარაკობთ ინვესტიციაზე, აქ უკვე სხვა რაღაცები არის და არის ისეთი შემოსავალი და ისეთი ბენეფიტები, რომლებსაც ბევრი ვერ ხვდება. და მე დავიწყოთ მეგობრებო, წარმოვიდგინოთ რომ საქართველოში ბინა ღირს $60,000, ანუ ნორმალური ბინა და გინდა შენ მაშინ ინვესტიციის გააკეთება. რას ნიშნავს ინვესტიციის გააკეთება? შენ გინდა ჩადო რაღაც გარკვეული თანხა შემდეგ წახვიდე ბანკში, ბანკს უთხრა რომ დამიფინანსე ეს სახლი, მე გავაქირავებ და იმ ქირით გადაგიხდი შენ ესე ვთქვათ სესხს და ესე ვთქვათ ეს ამ ბინას უდებ როგორც გარანტი რომ თუ ვერ გადაგიხადე შეგიძლია ბინა გაყიდო. ხო, ეს არის ინვესტიცია. წარმოიდგინე რომ შენ იმ 60,000 30% ინვესტიციას აკეთებ, რაც გამოდის $18,000. შენ აკეთებ $18,000 ინვესტიციას, დანარჩენ თანხას სესხულობ, რაც შეიძლება გრძელვადიანზე, რა თქმა უნდა უყურო სად რა პროცენტი არის საქართველოში, რა თქმა უნდა სამწუხაროდ გვაქვს ძალიან დიდი საპროცენტო განაკვეთი, რაც ევროპაში მაგალითად არა გვაქვს. მაგრამ ანუ ამ მეთოდითაც მაინც გამოდის, იმიტომ რომ ყველაფერი გადაანგერიშებული მაქვს და ამ ყველაფერსაც განახებთ კიდევაც. წარმოვიდგინოთ რომ ანუ ჩვენ სესხულობთ პლუს დანარჩენს რაც დარჩა 60,000 გამოვყოთ 18,000 გავდის 42,000 სესხულობთ $42,000 უკაცრავად და 20 წლის განმავლობაში თუ რა თვირთით ზუსტად აღარ მახსოვს 350 თუ $400 ვთქვათ რომ ვიხდით $400 თვიურად ბანკს და ჩვენ ამ სახლს ვაქირავებთ $500, $550, ხო, ნუ გააჩნია სად არის, როგორ არის, როგორ კონდიციაში და ასე შემდეგ, მაგრამ ქილებს რო ვუყურებთ პლუს მინუს $450, ნუ $550 უკაცრავად ნამდვილად ღირს. ანუ ეგ ნიშნავს იმას, რომ შენ როცა აქირავებ ამ ბინას სესხსაც იხდი და $150 გაქვს პირდაპირი cash-flow, ანუ პირდაპირი მოგება. რაც ნიშნავს იმას, რომ წლის განმავლობაში ეს ყველაფერი გროვდება და არის $1,500, $1,500, ხო, ანუ $150 თუ გრჩება. რომელიც $18,000, ანუ შენ ინვესტირებულ თანხაზე არის პლუს-მინუს 8-9%, ხო, თუ არ ვწდები, ესე ზეპირად რომ გამოვიანგაშოთ. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება იყოს უფრო ნაკლები, თუ შენ უფრო ნაკლებად აქირავებ, მაგრამ თავარი არის, რომ შენ ესე ვთქვათ პოზიტიურ cash-flow-ზე გადიხარ. ზოგს 5%-ით აკმაყოფილებს, ზოგს 8%, ზოგს მაგალითად მინიმუმ 10-12% უნდა ხო, ნუ გააჩნია
როგორა რანაირად და რამხელა საფულე გაქვს. რაც უფრო მეტი ფული გაქვს, შეიძლება უფრო ესე ვთქვათ, პრეტენზიული იყო და უფრო მეტი რენდამენტი გინდოდეს ან ასე შემდეგ. ნუ მოკლედ ეს გვერდზე გადავდოთ. ეს არის პირველი შემოსავალი, რაც გაქვს შენ უძრავი ქონების შემთხვევაში. ეს არის შენი cash flow და წლიურად აკეთებ, გააჩნია რა თქმა უნდა, 8-დან 10%. ხო, პლუს მინუს ეს არის პირველი cash flow. ეხლა ნახეთ რა ხდება მეგობრებო, როცა შენ გაქვს სესხი 20 წლის განმავლობაში. ჩვენ ვიცით, რომ ყოველწლიურად დოლარი უფასურდება, ყოველწლიურად გვაქვს ინფლაცია და რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ყველაზე კარგ შემთხვევაში შენი სესხი, შენი ვალი ყოველწლიურად 2%-ით უფასურდება. და გააკეთე ახლა შენ გადაიანგარიში კომპაუნდ ეფექტით, რამდენი გამოდის ეს ყველაფერი. ძალიან დიდ შეღავათში გადიხარ, რა თქმა უნდა, ზუსტად ამაზე ვამბობ, ეს არის ის ბენეფიტი, რასაც ბევრი ვერ ხვდება და ვერ ხედავს. შენ ამ შემთხვევაში თამაშობ დიდი ბიჭების თამაშს. ეს არის პირველი ბენეფიტი, რაც პირდაპირ შემოსავალი არ არის, როგორც მაგალითად ის cash flow, რომელზეც ვილაპარაკეთ პირველად. შემდეგი არის მეგობრებო, რომ ყოველწლიურად უძრავი ქონების ფასი იზრდება, ხო? მithumetas, როცა საუბარია საქართველოზე, პატარა ქვეყანაზე, სადაც შეიძლება სპეკულაცია უფრო დიდი იყოს, ანუ 2%-იანი ზრდის მაგივრად უძრავ ქონება შეიძლება ქონდეს 3-4%-იანი ზრდა ერთ წელიწადში, ანუ ჩვეულებრივად შესაძლებელი არის, ანუ გვაქვს ყოველწლიურადაც ის რომ სახლები უძრავი ქონების ფასი იზრდება, ხო, კვადრატული მეტრის ფასი იზრდება. ანუ ესეც არის შენი ცალკე მოგება, ანუ 20 წლის განმავლობაში, 20 წლის შემდეგ, ხო, შეიძლება ის ბინა 60,000 კი არა, ღირდეს 120,000-იან, თუნდაც 80-იან, თუნდაც 90,000 დოლარი. თან ყოველწლიურად რომ უძრავი ქონება იმატებს ფასს, აი მაგალითად 10 წლის შემდეგ ან 5 წლის შემდეგ თუ ძალიან მოიმატა ფასმა და ესე ვთქვათ, ის 60,000 დოლარიანი სახლი დღეს ღირს 80-90,000 დოლარი, ან დღეს არა 5 წლის შემდეგ შეგიძლია მიხვიდე ისევ ბანკში და უთხრა, რომ ჩემი უძრავი ქონების ღირებულება მოიმატა და დამიმატე სესხი, ну უფრო მეტი სესხის აღება მინდა, ну ესე ჩვეულებრივად შესაძლებელი არის და გიმატებენ სესხს და შეგიძლია ზუსტად იგივე თამაში ითამაშო, სხვაგან გააკეთო უკვე ისევ ინვესტიცია. ეს არის ის მეორე, რასაც ბევრი ვერ ხედავს ხოლმე მეგობრებო და მესამე არის ის, რომ ის ქირა, რომელიც გიხდის სესხს, ზრუნავს იმაზე, რომ შენი დოვლათი გაიზარდოს. ანუ შენ თუ გაქვს ვალი, ანუ შენი დოვლათი თუ არის დღესდღეობით -40,000 დოლარი სიტყვაზე, ხო და ყოველთვიურად იხდი ვალს, ანუ იმ ქირის საშუალებით იხდი ვალს 400 დოლარს. შენი დოვლათი ყოველთვიურად 400 დოლარით იზრდება. ანუ შენი ვალი ყოველთვიურად 400 დოლარით იზრდება და ანუ შენი დოვლათი 400 დოლარით იზრდება, ხო? ეგ არის შემდეგი მეგობრებო და ეხლა არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რა, რის ლოგიკის გაგებას მე პირადად ძალიან დიდი ხანი დამჭირდა, მომიწია ინვესტორებთან საუბარი, წიგნებს წაკითხა, რომ ეს ყველაფერი გამიგო და თვითონ ძალიან ბევრი რაღაცის გამანგარიშება. ბევრი ფიქრობს, რომ აი იმ 20 წლის შემდეგ, როცა ესე ვთქვათ, შენ ქირას ხდა, არ დაგვაუწყდეს მეგობრებო, ყოველწლიურად ინდექსაცია ხდება და ქირაც იზრდება. ესეც არ დაგვაუწყდეს, ესეც რა თქმა უნდა არის შემოსავალი, მაგრამ ეს არის პირდაპირ შემოსავალი და აღარ არის ის შემოსავალი, რომელსაც პირდაპირ ვერ ხედავთ. მაგრამ რაზე მინდა ახლა ვისაუბრო, იმ 20 წლის შემდეგ, როცა მთლიანი ვალი დაიფარება. ბევრს გონია, რომ ის რახან ის ესე ვთქვათ, ქირა მთლიანად ჩენჯიბეში მიდის, რომ ყველაზე მეტ ფულს მაგ დროს აკეთებ და ეგ ყოფილა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტყუილი, იმიტომ რომ თუ გამოიანგარიშებ, მაგ შემთხვევაში შენ კარგავ ძალიან დიდ რენდამენტს. თუ ისევ იგივე თამაშს ითამაშებ, ანუ შეგიძლია ეგ სახლი ან გაყიდო, ან ისევ ჰიპოთეკაში ჩადო, აიღო სესხი და ზუსტად იგივე თამაში ითამაშო, რასაც აქამდე თამაშობდი, იმიტომ რომ მაგ შემთხვევაში აკეთებ უფრო მეტ რენდამენტს, ვიდრე მთლიანი სესხი რომ შენ ჩაიდო ჯიბეში. ამიტომ უძრავი ქონება მეგობრებო, ჩემთვის არის ერთ-ერთი საუკეთესო ინვესტიცია. დავიწყე ამით, იმიტომ რომ ბევრს არ ეგონოს, რომ რახან მე რაღაცას ვაკრიტიკებ და მგონია რომ რაღაცის ქრეში მოხდება, რომ ანტი უძრავი ქონება ვარ, ან ანტი ბიტკოინისტი ვარ, ან ანტი კრიპტოს ისა ვარ, ან ანტი დოლარი ვარ პირიქით. მე ყოველთვის ვამბობ, რომ არაფრის ანტი არ უნდა იყო. თუ ხარ ინვესტორი, უნდა იმოქმედო ცივი გონებით და უნდა ითამაშო იმ დიდი ბიჭების თამაში, რომელსაც თამაშობენ დიდი ბიჭები, როგორც არის მაგალითად ამერიკა და სხვადასხვა ქვეყნები, ხო? მაგრამ რა თქმა უნდა, იმ ხელა თანხით ვერ თამაშობ, მაგრამ თამაშობ პატარა თანხით, რაც ზრუნავს იმაზე, რომ შენ ჩვეულებრივ მოსახლეობაზე 100 ნაბიჯით წინ ხარ, ხო? ამიტომ ამ ყველაფერზე უნდა ვიფიქროთ. ეხლა მეგობრებო, მინდა გადავიდეთ
ახალგაზრდებზე, ანუ ჩვენ თაობაზე. რატომ მინდა ამ ყველაფერს გავამახვილო ყურადღება? იმიტომ რომ ჩვენ ვართ ის თაობა, რომელმაც უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ეკონომიკა წავიდეს წინ. როგორ მიდის ეკონომიკა წინ? იმით, რომ ჩვენ ვიმუშაოთ, ხო, ანუ უნდა იყოს საკმარისი სამუშაო. როცა არის სამუშაო, ჩვენ ვიღებთ ხელფასს, მივდივართ ბანკში, ვიღებთ ცესხს, ვყიდულობთ სახლს და ანუ მთლიანი ეკონომიკა ტრიალებს, ხო? სახლს რო ვიყიდით ის ინვესტორი ან დეველოპერი გააკეთებს ფულს, მე ის ფული შედის ბანკში, მე რო ჩვენ ვმუშაობთ, რა თქმა უნდა, რაღაცებს ვყიდულობთ, იქ საჭმელი იქნება, იქ დასმელი, იქ ის იქ და ანუ ბიზნესი წყვავის, რა თქმა უნდა და ანუ ჩვენზე არის დამოკიდებული, რომ ბიზნესმა დიდი ნაწილით ჩვენზე არის დამოკიდებული, რომ რა თქმა უნდა, ქვეყნის ეკონომიკა წავიდეს წინ და ასე არ დაგვეწყოს მეგობრებო. ახალი თაობა არჩენს წინა თაობას. ანუ როცა წინა თაობა, ესე ვთქვათ, ვინც პენსიაზე არის, იღებს პენსიას, რა ვინ იხდის ამ პენსიას, რა თქმა უნდა, ჩვენ, ხო? ამიტომ აუცილებელიც არის ის მეგობრებო, რომ მოსახლეობა გაეზარდოს, რაც დღესდღეობით მაგალითად საქართველოში არ ხდება. არ ხდება იმიტომ, რომ არ არის საკმარისი ფული, რომ ახალგაზრდებმა, ესე ვთქვათ, არჩინონ შვილები და მისცენ სათანადო, ესე ვთქვათ, მყუდრობა და აქ არ ვლაპარაკობ, რომ ოქრო ვერცხლები აყარონ ზე და რა თქმა უნდა, საშუალო დასაცმელი, საკვები, განვითარება, სკოლა და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ხო, ამ ყველაფრის საშუალება არის, იმიტომ რომ საქართველოში ცხოვრება უფრო და უფრო ძვირდება, ხო? ამიტომ ესეც არის ერთ-ერთი რამ, რაც ადრე თუ გვიან ძალიან დიდ დარტყმას მიაყენებს, თუნდაც უძრავ ქონებას. ასევე უნდა დაგვაუწყდეს, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ტოვებს ქვეყანას, როცა ისინი პირიქით ქვეყანაში უნდა რჩებოდნენ, ქვეყანას უნდა ჰქონდეს ისეთი პირობები შექმნილი, რომ მათ არც უნდათ გარეთ გასვლა და ესე ვთქვათ, ის მათ მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის აყვავებაში, ხო? რატო შემოყავთ მეგობრებო, მაგალითად, ინდოელები, პაკისტანელები, რომ მათ იმუშაონ, ხო? იმიტომ რომ ქართველი თუ ვერ არჩენს თავის ოჯახს იმ ხელფასით, რაც იქ არის, პაკისტანს ეგ ხელფასი აწყობს და მთავრობა არის ვალდებული, რომ ჩაანაცვლოს ის მუშა, რომელიც ასე ვთქვათ, საქართველოსთან გარბის, იმიტომ რომ თუ არ ჩაანაცვლა, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდად წავა საქმე, ხო? მაგრამ ამ ყველაფერს ცოტა ხანში შევეხები მეგობრებო, მაგრამ ჯერ მინდა გადავიდე ახალგაზრდებს. ასე მეგობრებო, არ დაგვეწყოს, რომ რახან მე ვლაპარაკობ ამ ყველაფერზე, რომ ყველაფერი მოხდება დღეს და ხვალ, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ეს არის ჩემი ყველა რასაც აქ ვლაპარაკობ ყველანაირად სუბიექტური აზრი, მაგრამ რა თქმა უნდა არ არის ეს ჰაერიდან მოტანილი, არის დაფუძნებული არგუმენტებზე, არგუმენტებსაც მოგიყვანთ ახლა, ასევე მეგობრებო, გირჩევთ, რომ თუ გაინტერესებთ ეკონომიკა და ასე შემდეგ, გამოიწეროთ BMG-ს Business Georgia Media-ს YouTube გვერდიც ისინი მე არ მასპონსერებენ, არც იციან ჩემს შესახებ, უბრალოდ მე მათ ყოველდღე უყურებ ხოლმე და მოყავთ ძალიან საინტერესო ხალხი სხვადასხვა დარგებიდან, სხვადასხვა ბიზნეს სფეროებიდან და ძალიან საინტერესო, ესე ვთქვათ, ინფორმაციას გვაწვდიან, სტატისტიკებს და ასე შემდეგ. ანუ ძალიან საინტერესო არის ეს ყველაფერი. ასევე მათგან ვიცი, რომ მაგალითად საქართველოში, ესე ვთქვათ, უძრავი ქონების გაყიდვის ღირებულება მოემატა, ანუ ესე ვთქვათ, უფრო მეტი მილიონი დოლარის უძრავი ქონება გაიყიდა მაგალითად რაც წინა წელს დოლარებში და ვალუტაში, მაგრამ უფრო ნაკლები ტრანზაქცია იყო. ანუ უფრო ნაკლებმა ხალხმა იყიდა უფრო ნაკლებმა ხალხმა იყო სესხი იმის რომ ეყიდა ბინა, რაც ნიშნავს იმას, რომ ესე ვთქვათ, კი თანხით მოიმატა, ანუ გაძვირდა და ვინც ყიდულობს იმან იზრუნა იმაზე, რომ უფრო მეტი ფული შემოსულიყო უძრავი ქონებიდან, მაგრამ უფრო ნაკლები ბინა გაიყიდა. ანუ უფრო ნაკლებ ადამიანს ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ბინა ეყიდა, ხო? და ეს რა თქმა უნდა არის ერთ-ერთი მიმანიშნებელი იმაზე, რომ უძრავი ქონების ყიდვა უკვე არის შეუძლებელი ჩვენი ახალგაზრდობისთვის და რა თქმა უნდა ახლა რო გადავალ ამ ყველაფერს განახებთ. ასე უნდა გითხრათ მეგობრებო, რომ როცა რაღაცა ხდება, გინდ კრიზისი იყოს, გინდ ცუდი რაღაცა და მას ხედავს თავრობა, როგორც იყო მაგალითად 2008 წელს ამერიკაში, როცა იყო უძრავი ქონების და ბანკების კრიზისი, ამ პროცედურას წელავდნენ მაქსიმალურად გრძელ ვადაზე. და ზუსტად იგივე შეიძლება მოხდეს საქართველოში, ან შეიძლება ხდება კიდევაც და წელავენ ამას მაქსიმალურად, რომ ესე ვთქვათ, როგორც აღნიშნე, რომ შემდეგ ან ამერიკას დააბრუნონ, ან იმას დააბრუნონ, ან ამას დააბრუნონ, ხო? ამიტომ ეს ყველაფერი შესაძლებელი არის და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა გავითვალისწინოთ. მაგრამ მოდი ახლა გადავიდეთ, მეგობრებო. ძალიან საინტერესო რაღაცა შევეხოთ, impacts to
რა საქმიანობს ახალგაზრდობა, ესე ვთქვათ, რა არის მათი ხელფასი, როგორ ცხოვრობენ და აქვთ თუ არა მათ საშუალება რომ იყიდონ უძრავი ქონება და თუ ისინი არ ყიდულობენ, აბა ვინ ყიდულობს და ვინც ყიდულობს, რისთვის ყიდულობს, ხო? მოდი ამ ყველაფერს შევხვდეთ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჩვენ მიგვიყვანს იმ დასკვნამდე, რომ უძრავ ქონებაზე რა შეიძლება მოხდეს. პირველ რიგში შევხვდეთ მეგობრებო, რომ წარმოვიდგინოთ, რომ არის წყვილი, ანუ გოგო და ბიჭი შეუყვარდათ ერთმანეთი. რავი 20, 23, 24 წლისები დაქორწინდნენ და ანუ უნდათ გადასვლა ცალკე ხომ? წარმოვიდგინოთ საუკეთესო სცენარი, წარმოვიდგინოთ რომ მათ არც ვალი აუღიათ, არც ეს ხიმის რომ ქორწილი გადაიხადათ და რაღაცა, მაგრამ მას დიდი დანაზოგი არ აქვთ, ესე ვთქვათ, ის დანაზოგი გამოიყენეს ყველაფერში და მოდი ვთქვათ, რომ მათ აქვთ უბრალოდ სამსახური, არანაირი ვალი, არანაირი დანაზოგი და უბრალოდ ესე ვთქვათ, იწყებენ ნოლიდან, ხო? იმიტომ რომ ყველა ეგრე იწყებს და არ აქვს ყველას იმის საშუალება, რომ 100.000-ები და 200.000-ებით დაიწყოს. და განვიხილოთ, რომ ორივეს აქვს კარგი სამსახური, ანუ ცუდი სამსახური არა, კარგი საშუალო დონეზე მაღალი სამსახური. რაც მივიცი საქართველოსდან, ანუ რა თქმა უნდა, საქართველოში ყავს მეგობრები, ნაცნობი ამჟამად გაშემდგ და ვიცი და ეგეც რა თქმა უნდა, მარტო თბილისში არის და რაიონებში და გარეუბნებში არ არის ეგეთი კარგი ხელფასი. პლუს მინუს არის 1000 ლარი, 1200 ლარი, მაგრამ მოდი ავიღოთ მაქსიმალური, მოდი ავიღოთ კარგი ხელფასი და ვთქვათ, რომ წყვილი ორი ერთად აკეთებს 1500 ლარს, გამოდის ეს რომ ერთად აკეთებენ 3000 ლარს. რა თქმა უნდა, მათ თავიდან არ შეეძლებათ, ესე ვთქვათ, ბინის ყიდვა, ხო, იმიტომ დანაზოგი არ აქვთ, პირველადი შესატანი არ აქვთ და აუცილებელი არის რომ ქონდეს პირველადი შესატანი, ხო? და რა თქმა უნდა მოუწევთ ჯერ ქირაობა, მაგრამ სანამ გადავარ ამ ქირაობაზე, რომ განვიხილოთ, საიდან მოდის ეს ხელფასი, ჩვენ აქედან ახლა თუ შევედით საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საიტზე, ანუ ხშირად ვახსენებ, რომ ანუ როგორც წეგან თქვი რომ მთავრობა ყოველთვის გაწელავს, ბანკები ყოველთვის გაწელავენ პროცედურას და შეეცდებიან ხელოვნურად ასე ვთქვათ სტატისტიკების შეცვალა, მაგალითად ახლა ვიცით რომ საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა, შიდა პროდუქტი გაიზარდა, მაგრამ არ ამბობენ რის ხარჯზე გაიზარდა, ხომ გაიზარდა ესე უკრაინის და რუსეთის ომის ხარჯზე, იმიტომ რომ მაგალითად მანქანების ექსპორტი მანქანების იმპორტი გაიზარდა საქართველოში, რომელიც პირდაპირ გადადის ექსპორტზე, ხო? აქამდე სხვა მარშრუტით მიდოდა, უკრაინით მიდოდა მაგალითად ან სხვა ქვეყნებიდან, ხო? მაგრამ ახლა არის ომი, საქართველო გახდა დერეფანი და ატარებენ საქართველოსდან, ხო? ეს არის ერთ-ერთი ის манипуляციები, რასაც ასე ვთქვათ, მთავრობები იყენებენ, ხო? ამ შემთხვევაში მეგობრებო, ეს ხელფასი არის აბსურდი. ამ ხელფასს შენ ვერსად ვერ დაინახავ და მაგალითად გადავიდეთ ახლა ჯობ-ჯიზე, ვიც ვხედავთ რომ არის საშინლად ძალიან ბევრი სამსახურები, რომლებიც ჯერ არ არის შევსებული და მოდი გადავხედოთ ახლა გაყიდვების მენეჯერს. რამდენს იღებს გაყიდვების მენეჯერი? ქალაქ თბილისი, ნუ აქ არ აწერია. აქ ნახოთ გაყიდვების მენეჯერი 1000 ლარი პლუს ყოველთვიური ბონუსი. ეხლა თუ გადავხედავთ ამ სტატისტიკას 2025 წელს თვიური ხელფასი უნდა იყოს $2170. მოდი ვთქვათ რომ უკაცრავად ლარი, მოდი ვთქვათ რომ 2000 ლარი იყოს, ანუ ნახეთ. აქ გვაქვს 1000 ლარი პლუს ყოველთვიური ბონუსი და ვერავინ დამაჯერებს და დამარწმუნებს იმაში, რომ ყოველთვიური ბონუსი არის 100%-იანი და ადიხარ 200 ლარზე, ანუ 2000 ლარზე. ეს არის უდიდეს სისულელე. მოდი გადავიდეთ ახლა სხვა რამეზე კოლორისტი გაყიდვის მენეჯერი. აქ ვნახოთ. აქ არის წერა. ანუ ახლა მაინტერესებს უბრალოდ სამშენებლო პროექტის მენეჯერი. უბრალოდ მაინტერესებს მე ახლა ხელფასები. იმიტომ რომ მშენებლობაზე, მუშაზე რო გადავხედე ხელფასებს არის ძალიან დაბალი. სამშენებლო პროექტის მენეჯერი ვნახოთ თუ აქ ვიყავ. თუკვე არ ვიყავთ. აქ ვნახოთ. რამდენია ხელფასი. CV-ები აქაც არ წერია პირდაპირ ხელფასი, მე ვერ ხედავ. უბრალოდ მინდა რომ რამოდენიმე ხელფასები განვიხილოთ საწყობის თანამშრომელი. აქ უნდა ეწეროს წესით. ქალაქ თბილისი 1400 ლარი ფიქსირებული. ეს არის კიდე ნორმალური.
სამუშაო გრაფიკი 40 საათი 5 სამუშაო დღე, ანუ მისაღები არის საქართველოს თვალსაზრისით, მაგრამ რა თქმა უნდა ეს კომპანია არის უკვე 31 წელი, 31 წელი მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე, ანუ უნდა ჰქონდეს უკვე რა თქმა უნდა სტაბილური ბიზნესი და უნდა შეძლოს კიდევაც სტაბილურად კარგი ხელფასის გადახდა. ანუ ეს მისაღები არის მაგრამ რა თქმა უნდა იმ 2100 რაღაც ლარისგან ძალიან შორს არის, ვიდრე იქ ვხედავდით. აქ რა ხდება? უსაფრთხოების მენეჯერი ბარი ამბარი აცხადებს ვაკანსიას. სამუშაო ადგილი თბილისი, გალაქტიკაზე დაუზღუდოს მენად. სამუშაო გრაფიკი კვირაში 2 დღე, პარასკევი, შაბათი, ღამის საათები. ოკეი, მისაღები. ცოტა. ანაზღაურება დღიური. ანუ ორ ეს ისვლელი არის. ამას დავანებოთ თავი. დავანებოთ თავი და მოდი აბა კიდე 1-2 ვნახოთ. 1200 ლარი საწყის ეტაპზე კომპანია მოხდეს აკრაზე არის საწყობი ოპერაციების ზედამხედველი. ნუ 1200 ლარი. ნახეთ 1500 ლარს არც ერთი არ გადაცდა. როცა იქ წერია რომ ანუ 2100 ლარამდე არის ხელფასი საშუალო, ხო? ნახოთ აქ წერია თუ არა. აქაც ინგლისურად არის, რა თქმა უნდა, ეს იმიტომ რომ სავარაუდოდ უცხო ენოვან თანამშრომელსაც ეძებენ. კარგი, მოდი დავხუროთ ეს. ანუ შევთანხმდით იმაზე, რომ ის 1500 ლარიც, რომელიც მე მაქვს დაანგარიშებული, არის საუკეთესო შემთხვევა. ანუ წარმოვიდგინოთ, რომ წელს აქვს 3000 ლარიანი ხელფასი ერთად. მოდი ახლა გამოვიანგარიშოთ პირველ ეტაპზე მათ, რომ იქირავონ ბინა თბილისში. ნახეთ მეგობრებო, თბილისში რა ფასებია. წერანაც რომ ამიღე 550 დოლარით გაქირავება მეთქი, ეგ იყო ყველაზე ნორმალური ფასი. მაგრამ ნახეთ, ანუ ძალიან საშინელება ფასები არის და მოდი ახლა რა თქმა უნდა განვიხილოთ, ანუ როგორც ვამბობ, ყოველთვის საუკეთესო სცენარი წარმოვიდგინოთ. წარმოვიდგინოთ, რომ გაგიმართლა და იპოვე საშუალო, კარგად საცხოვრებელი ადგილი შენ სამსხურთან ახლოს, რომელიც ორივეს გაწყობთ წვილიდან და ვთქვათ, რომ არის 350 დოლარი. ნახეთ, აქ ყველაფერი არის დოლარში. წარმოვიდგინოთ, რომ ანუ იქირავებინა და თვეში გამოგდის 350 დოლარი. მოდი ახლა ნახოთ 350 დოლარი რამდენი ლარია. 350 დოლარი არის 953 ლარი. მოდი ავიღოთ მეგობრებო, დამოუკიდებელი ციფრები მომწონს და ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი ღირს 1000 ლარი. ანუ ეს ყველაფერი რა, მარტო ქირა ღირს 1000 ლარი. ანუ 350 დოლარი პლუს მინუს უკვე 1000 ლარი გამოდის. ეხლა ნახეთ მეგობრებო, წყვილს რამდენი შეიძლება დახარჯონ, ესე ვთქვათ. კომუნალურები, ინტერნეტი და ტელეფონი. ყველა ვიცით რომ ყველას ტელეფონი აქვს, აბონემენტი აქვს, ინტერნეტი აქვს, ის აქვს. ანუ წარმოვიდგინოთ რომ ყველაფერში ანუ მაქსიმალური ხარჯი რამდენი შეიძლება იყოს. ჩემი აზრით, პლუს კიდევ აქ დავამატოთ ტრანსპორტი, ანუ სამსხურში გადაადგილება, ამავდროულად წარმოვიდგინოთ, რომ ეს ყველაფერიც ღირს 500 ლარი. ანუ კომუნალურები, ტელეფონი, ინტერნეტი და გადაადგილება, ანუ ტრანსპორტი და ასე შემდეგ. ნუ მანქანაც არ აყავს და დიზელზე ზედმეტია საუბარი, გადაადგილება და ასე შემდეგ. ესეც შენი 500 ლარი, ანუ წარმოვიდგინოთ, რომ 1500 ლარი, ანუ 50% ერთ კაცის ხელფასი უკვე წავიდა კომუნალურებში და ქირაში. ანუ სახლი და ტრანსპორტი, რომ სამსხურში არა. გრჩება 1500 ლარი. ამ 1500 ლარი და უნდა იმყოფინო საჭმელი. ყველა მივიცით რომ საქართველოში ყველაფერი გაძვირდა. მით უმეტეს თუ ხარ ბათუმში არის საშინლად, მე ახლა მეგობრებო პირდაპირ გეტყვით რომ საქართველოში დასასვენებლად აღარ ჩამოვალ. იმიტომ რომ არის საშინლად ძვირი. წარმოვიდგინეთ ახლა მე რო წავიდე საბერძნეთში ან ესპანეთში, ხო, აქედან ბელგიიდან ერთი კვირით რომ წავიდე დასასვენებლად, მიჩნდება 750 евро პლუს მინუს უფრო იაფებიც არის, ხომ გააჩნია რომ კონძულზე მიდიხარ, ნახევარ კონძულზე. შედის დილით საუზმე, მაგრამ დასვენებლად ხარ შეიძლება არც გამოიყო დილით საუზმე, თუ ღამემდე ხარ გარეთ და შემდეგ დილით შემოთხარ შეიძლება არც გაიღვიძო, იმიტომ რომ ეკაც საჭმელი ძალიან იაფიღებს, მეგობრებო, მით უმეტეს საქართველოსთან შედარებით. 750 ლარი, 750 евро მიჩნდება ენა წინ და უკან თავისი ბაგაჟით და ნუ სასტუმრო, ყველაფერი ერთად. დანარჩენი არის ჩემზე, როგორ შევჭამ, როგორ სად წავალ, როგორ წავარას დავთვალებ და ასე შემდეგ. ეხლა ბათუმი რო წარმოვიდგინოთ, მეგობრებო, ფასები ისე საშინლად არის გაზრდილი, რომ ანუ იქ ადამიანს ჩასვლა აღარ მოუნდება, ხო? იმიტომ რომ არის საშინლად სიძვირე.
რატო ამ ფამას რომ ანუ გამოვიანგაიშოთ თუ რამდენი შეიძლება წავიდეს ყოველთვიურად ტასაცმელში წყვილს რამდენი შეუძლია წავიდეს. ჩემი აზრით მინიმუმ 1000 ლარი 30 დღე 30 დღე რო გავყოთ ახლა 1000 ლარი რო გავყოთ 30 დღეზე 1000 ლარი რო გავყოთ 30 დღეზე ანუ ძალიან ბიუჯეტური წყვილი უნდა იყოს ესე რომ გამოვიდეთ და თქვათ რომ ანუ 35 ლარი პლუს მინუს დღეში საკვები ორი ადამიანისთვის და ტასაცმელი ყოველდღიურად. ამ ყველაფერში არ შედის მეგობრებო იქ ფიტნესი, იქ გასეირნება, იქ სადმე დაჯდომა, იქ მეგობრები ეს ყველაფერი არ შედის. წარმოვიდგინე ახლა რომ ამ ყველაფერს რო გამოვაყოთ, ანუ გვაქვს 3000 ლარი, 1500 იქ ქირა, იქ კომუნალურები, ინტერნეტი, ტრანსპორტი, ისა და შემდეგ გვაქვს ანუ დაგვრჩა 1500 და შემდეგ 1000 გვაქვს კიდე ტასაცმელი და საკვები, ხო? იმიტომ საკვები არის ზური საქართველოში დაგვრჩა 500 ლარი. და 500 ლარიც დაგვრჩა იმ შემთხვევაში თუ ძალიან ბიუჯეტური ესე ვთქვათ წვილი არის, ხო? ეხლა არის შემიკითხვა, ეს 500 ლარი რამდენი წელი უნდა ზოგო იმისთვის რომ შენ აქ საშუალო სახლი თუ ღირს 60000 დოლარი, რომ შენ მინიმუმ 30% შეიტანო. ანუ გადავიანგაშოთ 18000 დოლარი 18000 დოლარი 18000 ხო არის 48500 ლარი. ეხლა 48500 ლარი რო გავყოთ 500 ლარზე გამოდის რომ შენ 97 წელი თუ 97 თვე უკაცრავად არა 97 თვე არ იქნება მეცადე 97 თვე გამრავლოთ 500-ზე 97 თვე გავყოთ ახლა 12-ზე გამოდის რომ 8 წელი 8-ზე ცოტა მეტი უნდა აგროვო ის 500 ლარი იმისთვის რომ პირველადი შესატანი გქონდეს და ამის მერე გადაიხდი პლუს მინუს ზუსტად იგივეს სესხში რასაც მაგალითად იხდი ქირაში და ეს სახლი შენ მაინც დაგრჩება ანუ არის თუ არა ეს უბაზრო და არის თუ არა საშინელება ახალგაზრდობისთვის ხო იმიტომ რომ თუ მშობლებმა არ დაგეხმარეს თუ საზღვარგარეთ არ გახვედი თუ რაღაც დანამატი შემოსავალი არ გაიჩინე ვერ იცხოვრებ საქართველოში ხო ეს არის ნორმალი რატო არის ეს აუცილებელი ეს ყველაფერი რომ გავიაზროთ მეგობრებო არის იმისთვის საჭირო ესე იგი ახალგაზრდობას თუ არ შეუძლია უძრავი ქონების ყიდვა მაშინ რატო და როგორ იზრდება ეს უძრავი ქონება და რატომ არის ესეთი ძვირი ხო ასე მეგობრებო მინდა გითხრათ რომ ამ ბოლო დროს არის ის ფაქტორები რომლებიც კიდევ მიგვანიშნებს ცალკე იმაზე რომ უძრავი ქონება შეიძლება უძრავი ქონების ფასები შეიძლება დავარდეს ესეც იმ BMG პლატფორმიდან ვიცი და ეს არის ის რომ ბანკები ესე ვთქვათ ბანკებისთვის საუკეთესო სესხის გასაცემის სესხი არის უძრავი ქონება მაგრამ ახლა უკვე აჭიანურებენ ესე ვთქვათ ამ სესხების გაცემას იმიტომ რომ ძალიან ესე ვთქვათ მათი წესით ბანკების პორტფოლიო 60-65%-მდე თუ არ ვწდები შემისწორეთ არის ხოლმე გაცემული სესხები უძრავ ქონებაზე მაგრამ ახლა ამ შემთხვევაში უკვე ისე არის ეს ყველაფერი გაბერილი ისინი ცდილობენ რომ უკვე ნაკლები სესხები გაცენ და ეს პროცედურა შეიძლება მაქსიმალურად ანუ ძნელი გახადოთ ეგ პირველი მეორე არის ის კიდევ რომ ანუ როგორც წეგანა ახსენი რაოდენობა შემცირდა ყიდვის, მაგრამ ესე ვთქვათ, თანხის რაოდენობა გაიზარდა. ანუ მაგალითად რომ ავიღოთ, წინაწელს თუ გაიყიდა 10 სახლი და გაიყიდა ესე ვთქვათ მილიონად, წელს გაიყიდა მაგალითად 8 სახლი და 1.200.000-ად 1.200.000 გაკეთდა, ხო? ეს უბრალოდ მაგალითად რომ მივხვდეთ რას გულისხმობთ ამ ყველაფერთან. უფრო ნაკლები სახლი გაიყიდა, ეგ ნიშნავს იმას, რომ უფრო ნაკლებ ადამიანმა შეძლო ბინინგს ყიდვა, იმიტომ რომ არ არის საკმარისი თანხა. მაგრამ ანუ თანხა გაიზარდა, ხო? რაც რა თქმა უნდა დიდი ხანი არ გაგრძელდება და მეორე არის კიდევ ის მეგობრებო, რომ 10%-ით გაუფასურდა ქირაობის ფასი. და ნახეთ ახლა რა ხდება. ეს შეიძლება იყოს პირველი რამ, ანუ ეს არის რაც დაგიხაზეთ მეგობრებო, რომ ანუ ახალგაზრდობას არ აქვს იმის საშუალება რომ იყიდოს ბინა, ხო, ანუ რის ხარჯზე იზრდება ჩვენი უძრავი ქონება. გადმოვიდეთ ისევ და აქვე ვილაპარაკოთ. ესე იგი გაუფასურდა 10%-ით ქირის ფასი.
რას ნიშნავს ეს მეგობრებო? ეს ნიშნავს იმას, რომ რაც წეღან დასაწყისში აგიხსენეთ, როცა შენ ყიდულობ უძრავ ქონებას და აქირავებ, ესე იგი შენ გინდა რომ გააკეთო რენდამენტი შენ ინვესტიციაზე. ხო, ახლა ნახეთ რა ხდება. როცა ქირა უფასურდება. რას ნიშნავს? ეგ ნიშნავს იმას, რომ შენი რენდამენტი იკლებს და ესე იგი უძრავი ქონება შენთვის აღარ არის საინტერესო. ანუ ამ შემთხვევაში რას აკეთებ ხოლმე? ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა არ პანიკეორდები და არ ყიდი ყველაფერს ერთდროულად, მაგრამ ისიც არის რომ რატო უფასურდება და რატო იკლებს ქირის ფასი? იმიტომ რომ ქირავებელი აღარ არის, ხო? ეს არის ჩვეულებრივი მიწოდება და მოთხოვნა. უძრავი ქონებაც მეგობრებო არის მიწოდება და მოთხოვნა, როგორც ბიტკოინი. რაც უფრო მეტი მოთხოვნა და ნაკლები მიწოდება, ფასი მით უფრო და უფრო იზრდება. ხო, აქამდე გქონდა ეხლაც არის რა თქმა უნდა ომი უკრაინაში და რუსეთში თავიდან იყო პიკი, შემოვიდა ძალიან ბევრი უკრაინელი, ძალიან ბევრი რუსი. იყიდეს ბინები, იმიტომ რომ მათ იცოდნენ რომ ეს ყველაფერი 1-2 დღე არ გაგრძელდებოდა და ისინი ვინც საქართველოში გამოიქცნენ და რა თქმა უნდა იყვნენ ისე თუ ასე შეძლებული ხალხი, იმიტომ რომ საქართველოში არ გამორბიხარ ომის დროს, რომ თავშესაფარი მიიღო, ხო, თავშესაფარისთვის მინდიხარ ევროპაში, იმიტომ რომ იქ მართლა თავშესაფარს გაგრძელებენ საჭმელს გიხდიან, ფულს შეგიძლია ემუშაო და იცხოვრე როგორც ჩვეულებრივი ევროპელი, ხო? თუმცა ბელგიაში მაგალითად ეგრე ხდება, მაგრამ საქართველოში მინდიხარ იმ შემთხვევაში თუ გაქვს ფული. თუ ყიდულობ სახლს, ან ქირავობ სახლს, ან გაქვს შემოსავალი რაიმე დიდი, ან თუ გაქვს ბიზნესი და ასე შემდეგ. ამიტომ მაგ დროს იყო ძალიან დიდი მოთხოვნა, ანუ ვიც მახსოვს კიდე რომ ანუ ეძებდნენ ქირას, თუ აქირავებდი $500 და გედო $500 გაქირავება, წერდნენ რომ აი 550-ს გადაგიხდი, 600-ს გადაგიხდი, 700-ს გადაგიხდი, 800-ს გადაგიხდი, ანუ საჩინელი ფასები იყო, რაც ქართულებისთვის არის მიუღებელი, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს იმდენი ფული. ახალგაზრდობა არ აკეთებს იმ ფულს, რომ ამის გადახდა შეეძლოს და ანუ ქირავ შულებრივად უცხოელი, ხო? და ნახეთ ახლა რა ხდება. როცა ვთქვათ შეხარ ინვესტორი, რაც წეღან ახსენე თავიდან, ეგრე გაქვს გაკეთებული, ხო, ერთ სახლს. და ჩვეულებრივად იხდი, ანუ აკეთებ 5-დან 8 ან თუნდაც 10% რენდამენტ შენ ინვესტიციაზე და უცბად ქირების ფასმა მოიმატა 5%-ის მაგივრად ან 10%-ის მაგივრად აკეთებ 15-18%-ს. ხედავ რომ შენმა უძრავ ქონებამაც აიწიას, ქირამაც აიწია, შენ გაშემ რას აკეთებ ახლა? ყიდლობ კიდე ერთ სახლს, თუ გაქვს საშუალება რა თქმა უნდა, ყიდლობ 2 სახლს, ყიდლობ 3 სახლს, ყიდლობ 4 სახლს და ეს ყველაფერი იგივე თამაშს თამაშობ. ანუ ისევ ბანკში მიდიხარ, ბანკიც რა თქმა უნდა გახარებული გაძლოს შენს ესხს, იმიტომ რომ შენ აქვს უძრავი ქონება, ამ უძრავ ქონებას დებო როგორც გარანტს, თუ ვერ გადაიხადე რა თქმა უნდა, ჩამოგართმენ გაყიდიან და ესე ვთქვათ, იმ თანხას დაებრუნებენ და ესე ვთქვათ, ხელოვნურად იზრდება უძრავი ქონების ფასი. და ნახეთ ახლა რა ხდება. როცა ეს ყველაფერი დამთავრდება, ანუ ვიცით რომ უკრაინა რუსეთის ომი დიდხანს არ გაგრძელდება, ხო და ჩვენ ვიცით რომ ამ ომის ხარჯზე ჩვენი ეკონომიკაც გაიზარდა, შიდა პროდუქტიც გაიზარდა, შემოსავლებიც გაიზარდა ჩვეულებრივმა ხალხმა, ვისაც მაგალითად პატარა ბიზნესი ჰქონდა, გინდათ კიტა და პომიდორს ყიდდა, მათაც გაიზარდათ თავიანთი შემოსავალი და როცა ადამიანს შემოსავალი ეზრდება, რას აკეთებს? პირდაპირ უძრავ ქონებას ყიდულობს, ხო? და საქართველოში ეს რაღაცა ჩვევი არ ვფიქრდებით რაღაცეებს და პირდაპირ მიდიან, ყიდულობენ, იღებენ სესხს და გადავიხდი. რამე იქნება? ღმერთის წყალობით რამე იქნება და ანუ ამ ყველაფერზე, ანუ რაღაც იმედზე იღებენ ხოლმე სესხს. ესეთ რამე ძალიან ბევრისგან ვიცი და ნახეთ ახლა რა ხდება. როცა დადგება ის მომენტი, რომ ეს ყველაფერი დამთავრდება, როცა ომი დამთავრდება და ეს ყველაფერი არის მარტო ომზე მეგობრებო. ეს არის რაც მინაკეთე დავამატო, მაგრამ მოდი ჯერ ომზე დავამთავრებ, რომ აბდობდა არ გამომივიდეს ახსნა. როცა ეს უკრაინელები, ეს რუსები გავლენ საქართველოსთან. მათ ბინები აღარ აინტერესებთ, ხო, ანუ თუ ბინა აქვთ ნაყიდი, რა თქმა უნდა ისინი გააქირავებენ, ან გაყიდიან. თუ შემოსავალი იყო კარგი, რა თქმა უნდა გაყიდიან, თუ არ იყო შემოსავალი კარგი, თუ შემოსავალი კარგი იყო გააქირავებენ, თუ არ იყო შემოსავალი კარგი, რა თქმა უნდა გაყიდიან და დაბრუნდებიან ისევ თავიანთ ქვეყანაში, ხო? ეს ყველაფერი რომ მოხდება, ეხლა წარმოვიდგინოთ ესეთი რაღაცა მეგობრებო. ეს ყველაფერი რომ მოხდება. მოთხოვნა უძრავ ქონებაზე ლოგიკურია რომ აღარ იქნება, როგორც დღეს არის, იმიტომ რომ ქართული მოსახლეობიდან არ მოდის მოთხოვნა უძრავ ქონებაზე. უცხოელები ქირავობენ, ეს შეიძლება იყვნენ სტუდენტები, გინ ინდოეთიდან, გინ პაკისტანიდან, გინ ევროპიდან და არიან ტურისტები, ხო და შემდეგ არის ეს ომიდან ვინებით შემოვიდნენ, ხო? და არა მარტო რუსეთი და უკრაინა შემოვიდნენ, რა თქმა უნდა, სხვადასხვა კავკასიური რეგიონებიდანაც შემოვიდნენ.
ომრჩება და ყველა გავა. აა იქნება, ნახეთ, ეს ბუბლი უცბად გასკდება. შერყვა გვექნება და შეიძლება ამ შერყვას გაუძლოთ, შეიძლება არ გაუძლოთ და გაუძლებთ თუ არ გაუძლებთ არის დამოკიდებული იმ რაღაცაზე, რასაც მე ახლა ამის შემდეგ ვიტყვი. წარმოვიდგინეთ, რომ კაი, ვთქვათ, რომ ყველა არ ყიდის და ყველა არ გარბის და ზოგ ძალიან მოეწონა საქართველოს და რჩება, მაგრამ თუ ყველაფერი ჯვირდება საქართველოში, ვეღარ უნდა დაჩის, ხო? უბრალოდ ჩამოხვალ დასასვენებლად. წარმოვიდგინეთ, რომ ყველა ყიდის თავის სახლს, ან ვთქვათ, რომ ყველაზე მაგარ შემთხვევაში სახლი არავინ გაყიდა, ვთქვათ, წარმოვიდგინეთ. მაგრამ ახლა რა ხდება? ის ხალხი, ვინც ქირაობდა სახლს საქართველოში. გინდ ტოლვილი იყოს, გინდ რავი, ტურისტი იყოს, გინდ იმი შემოსული რუსი და უკრაინა, ხო და ბრუნდება უკან თავის ქვეყანაში. ნახეთ ახლა რა ხდება. როცა აღარავინ აღარ იქნება იმისთვის, რომ იქირაოს ბინა. იქნება ძალიან დიდი იწოდება, ძალიან პატარა მოთხოვნა, რაც განაპირობებს იმას, რომ ფასები დავარდება. ქირის ფასი დავარდება. ქირის ფასი დავარდება ნიშნავს იმას, რომ უძრავი ქონების ფასი დავარდება და აქ არის ერთი საინტერესო რამ მეგობრებო. ისევ იმ ადამიანზე გადავიდეთ, ვინც ის თამაში რაც გითხარით, უძრავი ქონების თამაში. რომ ანუ ჩვეულებრივად 8%-ს აკეთებთ და შემდეგ რო დაინახოთ 15-20%-ს აკეთებს, თუნდაც კიდე მივიდა ბანკში 2-3-4 სახლი დაიმატა რა აქვს და დაიმატა, ანუ მინდის, კარგად მინდის ბიზნესი რა. წარმოვიდგინე რომ ის ვეღარ აქირავებს იმ სახლებს, იმიტომ რომ ქირიდან გავიდნენ, შემდეგ ქირის ფასი დავარდა, ის ქირა ვეღარ ეხდის ბანკს. ხდება თუ არა ის ადამიანი იძულებული რომ გაყიდოს. რა თქმა უნდა ხდება, იმიტომ რომ 4 სახლი გაქვს, ერთსაც ვერ ინარჩუნებს წესი, რა თქმა უნდა შეიძლება 2-3 გაყიდო. ყველაზე კარგ შემთხვევაში შეიძლება 2 გაყიდო, ან 1 გაყიდო, გააჩნიათ. ყოველ შემთხვევაში ყიდი. ამ შემთხვევაში ბაზარზე იქნება ძალიან დიდი მიწოდება უძრავ ქონებაზე. და ძალიან პატარა მოთხოვნა, იმიტომ რომ ვერ იყიდეს, ხო? და ფასები რა თქმა უნდა დავარდება. შეიძლება ეს ძალიან დავარდეს, შეიძლება არც თუ ისე ძალიან დავარდეს, გააჩნია. ძალიან ბევრი ფაქტორზე არის დამოკიდებული. ეხლა ნახეთ რა ხდება მეგობრებო, მარტო უძრავ ქონებაზე აქ არ უნდა ვიფიქროთ. როცა შენ ვეღარ იხდი ვალს. იგივე კრიზისი იყო 2008 წელს ამერიკაში. შენ ვეღარ იხდი ვალს, ფული ვეღარ შედის ბანკებში, ანუ იმიტომ რომ მაშინაც ძალიან ადვილად გასცემდნენ სესხს, რაზეც არ უნდა მოგეთხოვა სესხს, უბრალოდ გაცლებდნენ, პლუს გჩუქნიდნენ, ოღონდ შენ სესხი აგეღო. შემდეგ ხალხი ვეღარ იხდიდა ფულს და მოხდა კრიზისი, ხო? იმიტომ რომ რო დაინახეს რომ ესე ვთქვათ, ინვესტორებმა რომ დაინახეს რომ ობლიგაციები აღარ იყო საინტერესო და თავიანთ ინვესტიციას უკან ვეღარ იღებდნენ, იმიტომ რომ სესხებს ვეღარ იხდიდნენ მევალეები, ესე ვთქვათ, და თავიანთი ობლიგაციებიც გაყიდეს და ანუ იყო უდიდესი კრიზისი, ხო? სუსტად ანალოგიური შეიძლება მოხდეს მეგობრებო, იმიტომ რომ უძრავი ქონება და საბანკო სისტემა არის ერთმანეთთან დაკავშირებული. ძალიან კარგი საბანკო სისტემა გვაქვს, მინდა გითხრა, საქართველოს მომსახურებას გვაქვს იდეალური, ზოგს ცუდი გამოცდილება აქვს, ზოგს კარგი გამოცდილება აქვს. მე პირადად მაქვს ძალიან კარგი გამოცდილება საქართველოს ბანკთან, რამდენჯერაც მივიდოდი, იმდენჯერ მეგობრულად მიღებდნენ, ყველაფერს მიხდიდნენ, სერვისი არის იდეალური, ძალიან მომწონს, სხვათა შორის სერვისები საქართველოში ძალიან არ მომწონს, იმიტომ რომ გეგონება მათი ვალი გაქვს რა, გინ მაღაზიაში რომ შედიხარ გამარჯვებას რომ უკვე თხოვნე, მაგრამ მინდა გითხრათ რომ ანუ საბანკო სისტემა გვაქვს ძალიან უწესრიგებული. ჩემი აზრით, ჩემი პირადი აზრი არის ეს. მაგრამ უძრავი ქონება და საბანკო სისტემა არის ერთმანეთთან უდიდეს კავშირში. თუ უძრავი ქონება დავარდა, თუ უძრავ ქონებაში მოხდა შერყვა, შეიძლება ამ ყველაფერმა საბანკო სისტემას დაარტყას და საბანკო სისტემას თუ დაარტყა, შეიძლება მოხდეს უდიდესი კრიზისი საქართველოში. და შემდეგი რაღაცები მეგობრებო, რაც რაზეც ჯერ არ მისაუბრია და არის ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი რამ, რაც არ შეიძლება რომ დაგვაუწყდეს. დღესდღეობით ვისეთ გას საქართველოს ეკონომიკა. ემიგრანტებზე. ბევრი ვიცი რომ მოდის უბრალოდ ემიგრაციაში იმის რომ სახლი იყიდოს. ყიდულობს ერთ სახლს რომ იქ იცხოვროს. შეიძლება მე მეორე სახლის დამატოს ისე იმ საინვესტიციო თვალსაზრისით, მაგრამ თუ ხედავს რომ ვეღარ აქირავებს, რა თქმა უნდა გაყიდის, ხო? იგივე პრობლემა. მაგრამ რომ გადავხედოთ გადმორიცხვებსაც, ანუ ემიგრანტების გადმორიცხვა არის ძალიან დიდი, მაგრამ ეს ვერ გაგრძელდება საუკუნეები, ხო? იმიტომ რომ ეხლა მაგალითად რომ მოვიხოთ მეგობრებო,
ახალი თაობა არის სხვანაირი. ძველი თაობა არის ცოტა სხვანაირი, ახალი თაობა არის ცოტა სხვანაირი. ახალი თაობა უფრო თავის თავზე ფიქრობს, უფრო განვითარებაზე ფიქრობს და თუ დაინახა რომ თავის ნათესავი არ მუშაობს, პირდაპირ სულ წადი იმუშავ, გინდა 500 ლარი იყოს, გინდა 100 ლარი, წადი იმუშავ. ძველი თაობა მაგალითად ეხლა რო ჩამოდის ბევრი მესმის რა, რომ აი 500 და 1000 ლარზე ხوار ვამუშავებ, ჩემს შვილს მერჩევია მე გავაკეთო აქ ფული და მე ვუგზავნო და მე აქ არაფერი დავიტოვო და იმანი უბრალოდ ჭამოს და იარსებოს. ანუ იცვლება ეს ყველაფერი მეგობრებო, რა თქმა უნდა, როცა გინდა ახალგაზრდები, მე ძალიან ბევრს ვიცნობ მეგობარი მყავს, ნაცავი ყავს, ვინც ემიგრაციაში არიან, რომ უბრალოდ იმუშაონ, სახლი იყიდონ, მე ჩავიდნენ ისევ რამე დაიწყონ, თუ არ გამოდათ ისევ ჩამოვიდნენ და შემდგარ, ანუ ემიგრაციაზე დგას საქართველოს ეკონომიკაც დიდ ნაწილად, ხო, ანუ თავი რო დავანებოთ ტურისტებს და ინდუელებს და ასე შემდეგ და რუსეთს და უკრაინელებს ახლა, მაგრამ ეს ყველაფერი დიდხანს არ გაგრძელდება. ნუ, ახლა მაგალითად მეგობრო გვატენიან, ანუ პოლიტიკას დიდად არ შევეხები, მაგრამ რო გვატენიან, ესე ვთქვათ, ოჯახის სიწმინდეს და რაღაც სისულელეებს და გვეუბნებიან, რომ ოჯახის სიწმინდე გვირჩენია ევროპის ვიზას და ევროპას და ასე შემდეგ და აი LGBT პროპაგანდა და რაღაც და ექსისულელეები რა. ძალიან დიდი მარაზმი, ძალიან დიდი დაცინვა ჩვენი ერის და ხშირ შემთხვევაში იმასაც ანუ არ მიყვარს დანებება, არაფერს არ ნებდები ხოლმე, მაგრამ ხშირ შემთხვევაში რომ თუ ღირსები ვართ. ანუ ღირსები ვართ, იმიტომ რომ ვერ ხვდებით ელემენტარულ რაღაცას, რომ ადამიანი გელაპარაკება ოჯახურ სიწმინდეზე. ანუ ადამიანები პოლიტიკოსები გელაპარაკებიან ოჯახის სიწმინდეს ვირჩევთ ევროპის მაგივრათო და ოჯახს არ ვიცნობ და ვერც ერთ ოჯახს ვერ მანახებთ საქართველოში, სადაც მინიმუმ ერთი ქალი არ არის წასული ემიგრაციაში, არ უვლის მოხუც, არ მუშაობს იმისთვის, რომ თავისი ოჯახი არჩინოს და ესეც ქალები. კაცებზე ზედმეტია ლაპარაკი, იმიტომ რომ აქ კაცების 70% დიდი ბოდიშით, მაგრამ ესე არის, უნდა ვიყოთ მართლები, ვინც არის ჩამოსული, ვერ ირგებენ. ან წამალზან, ან იპარავენ, ან ქურდობენ და ისევ ადეპორტებენ, ხო, იმიტომ რომ მუშაობას არ კადრულობენ. არ ვიცი რატო. ან შეიძლება ვიცი, ან შეიძლება არც არც. არ კადრულობენ მოკლედ და ისევ ქალები მუშაობენ, ხო, ნუ რა სიწმინდეზე მელაპარაკებით. ან რა სიწმინდეზე და რა ვიცი, ანუ არ მინდა ძალიან რელიგიას და იმას შევეხო, ესე ვთქვათ, პოლიტიკას, იმიტომ რომ მინდა რაც შეიძლება მაქსიმალურად კონცენტრირებული ვიყო ამ ინვესტიციებზე, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ესე ვთქვათ, გავლენას ახდენს ამ ყველაფერზე, ხო, ჩვენზე მოსახლეობაზე და ასე შემდეგ. ანუ ამ რაღაცებზე გველაპარაკები და მამაებიცება, მამის სულს ფიცავარ არ გაცოცხლებ. და იარაღს ატრიალებს, კამერებით არის ეს ყველაფერი დაფიქსირებული, ხო? ანუ ესეც სულ რაღაცებზე რომ არის საუბარი და დღეს და ხვალ უკვე სავიზო მიმოსვლას რომ შეგვიწყვეტენ და ეხლა უკვე არის პროცედურები, იმიტომ რომ ესე ვთქვათ, თუ საქართველოსდან მოდიხარ, უკვე ან ვიზა უნდა ანახო, ან დამამტკიცებელი რომ ვიღაცასთან მითხარ რამე დოკუმენტი. ხო, აქამდე არ იყო, მაგრამ ახლა უკვე გააკეთეს. რა თქმა უნდა, მაინც გიშვებენ, მაგრამ ანუ რაღაცნაირად უკვე შეაფერხეს და ანუ აგვისტოს ბოლოს, რა თქმა უნდა, იქნება გადამწყვეტი, ესე ვთქვათ, პასუხი რომ შეგვიჩერებენ თუ არა ვიზა ლიბერალიზაციას. ანუ შეგვეძლება თუ არა ისევ ევროპაში მოგზაურობა. თუ ჩვენ ეს შეგვიწყვეტეს მეგობრებო, ჯერ ხომ ძალიან ბევრი ინვესტიცია გავიდა საქართველოსდან, როცა ინვესტიცია გადის საქართველოსდან, აქ არ არის მარტო ლაპარაკი, რომ ფული გადის საქართველოსდან, აქ ნიშნავს ეს ყველაფერი იმასაც ნიშნავს მეგობრებო, რომ ფული კარგავს თავის სამსახურს და ეს ყველაფერი არის ჯაჭვებით, ანუ ყველაფერი ერთმანეთზე არის აგებული. როგორც წეგან თქვი მეგობრებო, იმ ახალგაზრდამ რო ეხლა თქვათ რომ ინვესტიციები გავიდა, სამსახური დაკარგა იმ ახალგაზრდა, იმის ახალგაზრდა ვეღარ მუშაობს, აღარ აქვს შემოსავალი და შესაბამისად ვეღარც სესხს იღებს რომ სახლი იყიდოს, ვეღარც კომუნალურებს იხდის, ვეღარც მიდის რომ დასაცმელი იყიდოს და ბიზნესი წაახალისოს და ბიზნესმაც ფული გააკეთოს და ეკონომიკა ეტრავოს და ანუ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მოქმედებს მთლიან საქართველოს ეკონომიკაზე. ხო შეიძლება ეს ყველაფერი ახლა როგორც თქვი ხელოვნურად წელაუდნენ რომ ეს ყველაფერი ჯერჯერობით არ შეეწყო საქართველოს, მაგრამ როცა უკვე შეეწყობა, იქნება ძალიან გვიანი და მართლა ძალიან დაგვიანებული. წარმოიდგინეთ რომ წაგავართ ანუ ვიზა ლიბერალიზაცია, ჯერ ჩვენ იმებს შექმნებათ კიდე პრობლემა
მეზღვაურებს, იმიტომ რომ მათ დაჭირდებათ დამატებითი საბუთები იმისთვის, რომ იმუშაონ ევროპაში და დამსაქმებელს რა თქმა უნდა ურჩევნია, რომ უფრო ადვილი, ესე ვთქვათ, თანამშრომელი აერჩიოს, სადაც უფრო ნაკლები საბუთები და თავის ტკივილია საჭირო, ვიდრე ესე ვთქვათ, ქართველი ხო, სადაც ძალიან ბევრი რაღაცები უნდა გააკეთო. შემდეგ ესე ვთქვათ, საქართველოსდან გადის ბევრი კომპანია, ახლა მაგალითად ვიზეირის თუ გავიდა საქართველოსდან, ხო? წარმოიდგინეთ ვიზეირში რამდენი ქართველი არის დასაქმებული, ხო? გინდ სტიუარდესები ავიღოთ, გინდ ახალგაზრდები ავიღოთ, ანუ ძალიან ბევრი. შემდეგ აეროპორტებში, ანუ თუ ევროპიდან აღარ იყო ფრენები და ანუ ეს ყველაფერი ამ ყველაფერმა გამოიწვიეს, რომ ბევრი კომპანია გავიდა საქართველოსდან, რა თქმა უნდა, ბევრი სამსახური იკარგება, ბევრი სამსახური რო იკარგება, რა ხდება? ანუ ბევრი უმუშევარი არის, უფრო და უფრო დიდი კრიზისი, უფრო და უფრო დიდი ინფლაცია და ამჟამად ეს ყველაფერი არის მეგობრებო ერთმანეთზე ჯაჭვით გადამული ეს სისტემა. და მე მგონია რომ ეს ფაქტორები და კიდე ძალიან ბევრი სხვა ფაქტორები, მაგრამ ყველაფერზე უკვე აღარ ვისაუბრებ, იმიტომ რომ ძალიან გაგრძელდება და ანდა რომ ძალიან მოსაწყენი იყოს ეს ვიდეო. მაგრამ ეს ყველა ფაქტორი ცოტ-ცოტ ნელა, რა თქმა უნდა, ურტყავს საქართველოს ეკონომიკას. ეხლა რა თქმა უნდა შეიძლება ბევრი ამბობს რომ საქართველოს ეკონომიკა წინ წავიდა, გეთანხმებით, წინ წავიდა. შიდა პროდუქტი გაიზარდა, გეთანხმებით, გაიზარდა, მაგრამ გაიზარდა რის ხარჯზე და ვის ხარჯზე? გაიზარდა ომის ხარჯზე, გაიზარდა უკრაინელების და რუსების ხარჯზე, იმიტომ რომ ისინი რომ შემოდენ, ისინი მარტო არ ქირაობენ და არ ეთულობენ, ისინი ასევე კონსუმერები არიან, ესე ვთქვათ, ჭამენ, სვავენ, ინტერნეტს ყიდულობენ, პურს ყიდულობენ, რესტორანში შედიან, ტანსაცმელს ყიდულობენ, ტაქსი ყენებენ, ამჟამად და რა თქმა უნდა ეს ფულიც მათგან შედის ეკონომიკაში, მაგრამ ეს ყველაფერი ესე არ გაგრძელდება, ხო და ამ ყველაფერმა გამოიწვია რა თქმა უნდა ის რომ ბიზნესის კარფულს აკეთებს, რესტორნები კარფულს აკეთებენ, როგორც ეგან აღნიშნეთ, პამიდურსაც თუ ყიდი, შენი შემოსავალი გაიზარდა, შენი შემოსავალი გაიზარდა, რას აკეთებს ჩვეულებრივი ადამიანი, როცა შემოსავალი იზრდება, რა თქმა უნდა, ეგრევე სახს ყიდულობს, ხო? და ეს ზუსტად ისე იმას უბრუნდებით, რომ როცა ვეღარ შეძლებს ადამიანი ამ სახს გადახდას, დაიღო აქ მიწოდება და მოთხოვნა შორის ბალანსი და მე შეიძლება მოხდეს ის კრიზისი, რაზეც რა თქმა უნდა ვსაუბრობ. ამიტომ მეგობრებო, ეს არნიშნავს იმას, რომ სახლი არ უნდა იყიდო, არ უნდა გეშინოდეს, არ უნდა დაელოდო, რომ ეხლა სახლი თუ ღირს $60,000, რომ ხვალ 30,000 ღირდეს ან ერთი წლის მერე, არა. ისე რომ დაუბრუნოთ ინვესტიციებს, უნდა გქონდეს მაქსიმალურად ჩემი აზრით დივერსიფიცირებული პორტფოლიო. თუ ეხლა მაგალითად გაქვს $1,000,000 კეში, მე პირადად არ ვიყიდი ამ $1,000,000-დან მხოლოდ სახლებს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა სახიფათო არის, ხო? მე მეკნებოდა მაქსიმალურად დივერსიფიცირებული საფული. იქ იქნებოდა კრიპტო, იქ იქნებოდა აქციები, იქ იქნებოდა დაბანდებული ფული, იმიტომ რომ შეიძლება ფულიც დააბანო და ესე ვთქვათ თვიურად რაღაც შემოსავალი გქონდეს, შეიძლება ესე ვთქვათ აქციებში, სხვადასხვანაირ აქციებში გააკეთო ინვესტიციები, მზარდ აქციებში, რომლებიც დივიდენდს ესე ვთქვათ გაძლევენ, შემდეგ უძრავი ქონება, ოქრო, ვერცხლი, ანუ ძალიან ბევრი რამე შეიძლება გააკეთო ინვესტიცია, ხო, ამიტომ მე ყოველთვის მომხრე ვარ, რომ მაქსიმალურად დივერსიფიცირებული პორტფოლიო გქონდეს და ყველაფერი ერთ კალათაში არ ჩადო. მაგრამ რა თქმა უნდა, მეგობრებო, იმ ვედეცია საფულეზეც, რომელზეც ვსაუბრობდი, სადაც 5,000-დან გავაკეთებთ $100,000 და მე კიდე რა თქმა უნდა თუ საინტერესო იყო ეს თქვენთვის, უფრო მეტსაც იმ 100,000-დან მე უკვე გადავართ $1,000,000-ზე, რა თქმა უნდა ამ ყველაფერს პროცესს ლაივში ვანახებ, თუ გაინტერესებთ, გადადით პლეილისტებში და ნახეთ ვედეცია საფულე $5,000-დან $100,000-მდე და იმის რომ არ გამოგჩნდეთ არც ერთი ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ არხი და დალაიქეთ ვიდეო, თუ მოგწონთ ჩემი კონტენტი. ანუ მანდაც ახლა მაგალითად $5,000-დან უკვე ძალიან პატარა ხანში გავაკეთეთ 100%-იანი ზრდა და გვაქვს ესე ვთქვათ უკვე $10,000 თითქმის. რაც უფრო და უფრო გაიზრდება ჩვენი პორტფოლიო, რა თქმა უნდა, ჩემი დივერსიფიკაცია იქნება უფრო და უფრო ფართო. ეხლა მაგალითად გვაქვს ხოლმე ბიტკოინი, ეთერიუმი, კეში გვიდევს გვერდზე და გვაქვს ვერცხლი. ბიტკოინი და ეთერიუმი რა თქმა უნდა კრიპტო არის ვოლატილური, ჩვენ პატარა თანხით რო ვართ და პატარა კაპიტალით რა თქმა უნდა გვინდა ვოლატილობა და მე ბევრი ფულის გაკეთება, ამიტომ ვიჭერთ კრიპტოს და შემდეგ გვაქვს კიდე ვერცხლი გვაქვს, იმიტომ რომ არის ძალიან დიდი პოტენცია და პლუს ამას
ვარდნის შემთხვევაში მაინც სტაბილურობას გინარჩუნებს საფულეში. ანუ თუ ვარდნა არის 10 და 15% ვარდნები არის, როგორც მაგალითად კრიპტოს შეფერის ხოლმე. ამიტომ მეგობრებო, თუ მოგწონთ ვიდეო, ჩემი ვიდეოები თუ მოგწონთ, ჩემი კონტენტი მოგწონთ, აუცილებლად დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, რათა არ გამოტოვოთ ჩემი კონტენტი და რას ფიქრობთ თქვენ მეგობრებო უძრავ ქონებაზე? ექვემდებარება თუ არა ჩემი ვარაუდები რაიმე ჭეშმარიტებას, ფიქრობთ თუ არა იგივეს, ან რა შემეწინააღმდეგებით, იმიტომ რომ მე ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი, მე ჯერჯერობით ამ ყველაფერს უყურებ ესე, როგორც უყურებ. ესე თუ გაგრძელდა ყველაფერი, ანუ ომი თუ იყო ისევ კიდე ცალკე ომი თუ და საქართველოს თუ არ შეეხნენ და საქართველოს გარშემო ომები თუ იყო, რა თქმა უნდა, უძრავი ქონება კიდე წინ წავა, მაგრამ ჩვენი ხელფასები რა თქმა უნდა არ იზრდება და ჩემი აზრით არ, ანუ რაში უნდა გამოადგეს ქართულ მოსახლეობას, ხო ეს ყველაფერი. ამიტომ მეგობრებო, ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი და კიდევ ერთხელ თუ მოგწონთ ჩემი კონტენტი, აუცილებლად დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი.